რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე მიიტანა იერიში, რომელსაც 3 ადამიანი სიცოცხლე მსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, დაღუპულებს შორის არიან ქალები და 2 წლის ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი დახმარება უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები. მათ ნანგრევებიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. სამძებრო სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ოდესა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქალაქად რჩება, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსული იერიშების სამიზნე.